იმიტომ რომ შუქიც ხონდა, წყალიც ხონდა. უფრო მეტი დავალი ამას იყო, ნუ ის აი ეს რაღაცა ის თვითონ თელას აღმოჩნდა ეს რაღაცა. უბრალოდ ამის პრეცედენტები არსებობს, რომ თუნდაც დაგეხმარონ. ხერხი თქვენ თვითონ უჩნდეს, მაგრამ გვაკურთხა აქ მოგზავნდა. ეხლა აღარ წავიდი, შორს არ არის, რომ 2 მილიონი ლარი ეხლა რომ დაირიგეს ამ გამგეობებში და მერიაში პრემია, მაგარი ამბავია, ხო ატეხილს. ვიღაცა რაღაცას დაძებს, ეგ კიდე საპატრიარქოდან. კაცო მაშინ. მაშინ 14-ნი ხო და ეხლა 36 ოჯახს მაშინაც და არანაირ ბაზი ამიშოვება შეუძლია მოგვარება პრემიებში დაირიგეს ეხლა და ამ ფონზე ერთები გავთქვენ? კი. ხო, კარგი. უდენობაში ანუ აქ არის 3 თვეა შუქი არ გავთ. კი, 3 თვეა ზუსტად. თებერვლის ბოლოს. ეს ამიხანი რაც მოგწეს. დაახლოებით. ეხლა 6 ეს არის ნათელი კიდე დადასტურება, თუ რამდენად უპასუხისმგებლო არის ხელისუფლება 36 ოჯახი ავჭალაში აი ამ კორპუსში თებერვლის თვიდან არის უშუქოთ. მთელი 3 თვის განმავლობაში 36 ოჯახს ბავშვებთან ერთად არ აქვთ ელემენტარულად დენი. და არც ერთი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი, ზედმეტია საუბარი ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელზე, არ მოსულა, არ დაინტერესებულა და არც არის იმედი იმისა, რომ ამ ხალხს ჩვენიერ დღეს ისევ ექნება ელემენტარული პირობები. სოციალურად დაუცველები არიან ეს ხალხი ბავშვებთან ერთად და ცინიზმის მწვერვალია ის დამოკიდებულება, რომელიც გამოიჩინა ხელისუფლებამ. დაურიგა სოციალურად დაუცველებს აი ეს ეგრეთ წოდებული დეკოდერები, რომლებიც უზრუნველყოფს ციფრულ მაუწყებლობას და რომელიც ერთდება ტელევიზორზე. და წარმოვიდგინეთ ეხლა ელემენტარულად 3 თვის განმავლობაში არ არის დენი და ხელისუფლება უსასყიდოდ გადასცემს აი ამ დეკოდერებს ოჯახებს, რომელთაც არ აქვთ დენი 3 თვის განმავლობაში. ამიტომ მე მოუწოდებ ქალაქის მთავრობას, ბატონ ნარმანიას, რომ ამობრძანდეს და გაესაუბროს 36 ოჯახს და სირცხვილია მართლა შუაგულ თბილისში, როდესაც თვეების განმავლობაში ადამიანებს არ აქვს შუქი. მოგწონდა წინა ხელისუფლება მამას არ მოწონდა ამ ხალხს წინა წლებში ქონდა ელექტროენერგია და ამ პრობლემის წინაშე არ იდგნენ. ბევრი სხვა პრობლემა ქონდათ, მაგრამ ელემენტარული პრობლემები იყო გადაჭრილი. და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ელემენტარულად სირცხვილი და აუცილებლად შველოდებით რეაგირებას, რომელიც უნდა გადაითარგმნოს შუქის ჩართვაში. 21 საუკუნეში ვცხოვრობთ უშუქოთ. არიან ასთმიანი ბავშვები, რომლებსაც ყოველ ღამე თითქმის ჭირდებათ ინგალატორები. ეს შეიძლება გადამოწმდეს, რამდენი სასწრაფო მოდის დღეში აქ. მოგხედონ, რომ აი ესე ბომჟებივით 21 საუკუნეში თბილისში არ უნდა ცხოვრობდეს 36 ოჯახი. ყველა სოციალურად დაუცველი ცხოვრობს აქ. ჩვენი ყველაზე დიდი მოთხოვნა ამჟამად არის შუქი. მეოთხე თვე დაიწყო უკვე ჩვენ შუქი არ აგვაქვს. ამ ადამიანებს უკეთესი მომავლის იმედი ჰქონდათ, ძალიან ბევრმა მათგანმა უკეთესი პირობების დადგომას მისცა ხმა და ჰქონდათ მოლოდინი, რომ ეს შეიცვლებოდა და აღარ იარსებებდა ამ ქვეყანაზე აღარც იპოთეკარები, აღარც იპოთეკით დაზარალებულები, აღარც უსახკაროები, სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა. დღეს მათი ერთადერთი მოთხოვნა არის ის, რომ თუნდაც კომუნალური მრიცხველით გადაუწყდეთ ეს პრობლემა.